ძვირფასი კოლექცია ჩამოგვიტანა ჩვენმა ბიცოლამ სუსანამ ისევ და ისევ უკვე მესამედ განვაახლეთ და დიდი გამოფენა მოვაწყეთ ორანჟერიაში. რა თქმა უნდა ძალიან ვართ გახარებულები და გელოდებით დიდი სიხარულით სანახავად, შესაძენად, შესარჩევად და გულის და თვალის საამებლად ყველა ამის შეძენას ვერ შეძლებს, მაგრამ ნახეთ რა სილამაზე. სუსანა ბიცოლამ გადაწყვიტა რომ თლად გადაგვრიოს. მე მგონი ამჯერად სასახლებიდან გამოზიდული ჭურჭელი მოიტანა და ერთი კვირა დახოცილები არიან, რეცხავენ, ახარისხებენ, აწესრიგებენ, აწყობენ და სერვიზება ჩემკარით. მაია, დანარჩენ შენ თქვი. წამოდი ვაჩვენოთ. ახლა არარეალური ამბავი გვაქვს მოკლედ. ლიმოჟის ფაიფურები 19 საუკუნის შუა პერიოდი, 19 საუკუნის ბოლო, თავისი პასპორტებით, შტამპებით და ისტორიებით. შტამპებით, ამბებით. ყველაზე საინტერესო აქ ლიმოჟში იმის გარდა რომ თავისი წარმოებელი აწერია რომელ მაღაზიაში გაიყიდა პარიზის რომელ ქუჩაზე რა ეს არის მთელი ისტორია. დაუჯერებელი ამბავია. მე ასეთი ჭურჭელი ნანახიც არ მაქვს მაია. ეს არის ძველი პარიზი. ნახეთ, კლასიკა, ჯერ ფერი, მე რეფორმები. ცირა მე ყვავილები უფრო მიყვარს. ხო, ჩვენ ყვავილების ხალხი. არსად, აი ახლა ამ ხელა მაგიდაზე, ამდენი ჭურჭელი. ძველი პარიზი ნახეთ. აუ, ეს რა ფერია გიშტე. ეს არის იმ ხიზანებზე მე თლად გადავირიე. კი, ლიმიტირებულია ესენი არც ერთი არ მეორდება. ამას შეხედე ამის დამღებს. აი შემიძლია რა ქვია მაგას ჰავილენდი? ჰავილენდი, ამერიკული ბაზრისთვის დამზადებული, გადიოდა ამერიკაში. ამას შეხედე. ჰავილენდი გვარია მწარმოებლის და აკეთებდა ლიმოჟში, მაგრამ გაქონდა ამერიკული მომხმარებლისთვის, ასე ვთქვათ. და ეს არის საერთოდ ნახევრად, შეხედეთ. ეს არის მთლიანად ფუნჯი. შეხედეთ დამღები. იცი რა, ერთი ასეთი ბიცოლა ყველას უნდა ყავდეს მაია. კი. ამაში მე იმან გადამრია ამ ჭურჭელში რომ არც ერთი თაიგული ერთნაირი არა. თაიგული არ მეორდება. ყველა თაიგული სხვადასხვა. იმიტომ რომ ხელითაა დახატული. ხელითა მოხატული იგივე არის ეს ფერი ნახეთ ამისი. საიდანაა მაია ეს ჭურჭელი გამოზიდული? მე შემეშინდა და ჩემი ძვირფასი ბიცოლა გადავამოწმე. ხო. ვიფიქრე, საადმე შაირში არ გავეხვიოთ. რაღაცასთან არ გქონდეს საქმე. ვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია ძვირფასებო, არ იჯავროთ. აქაც სხვადასხვა ყველაფერი. მისაცდომი არის. აი ნახეთ მარიამას შეხედეთ. ამას საერთოდ მხატვრის ინიციალები აწერია. ამასაც არ მეურდება არც ერთი ბუკეტი. ეს თაიგულები სხვადასხვანაირადაა დახატული. აქ სხვა ყვავილია, აქ ყველაზე სხვადასხვა და ყველას იცი რა ეს უფრო დეკორატიული თებში მგონია მე და არა. აბა ამ ხელა სერვიზი დეკორატიულია მაია? ამაზე როგორ შეიძლება რომ მიირთვა ნახე. არ ვიცი. მხატრობა. მე ნანახიც არ მქონია, ასეთი ნანახიც არ მქონია. საერთოდ ფაიფურზე რომ გამოდის მხატრობა, იშვიათად ქაღალდზე მიიღო ეს ნახე რა ლამაზი. ესენი არის სერვიზები 24 კატზე, 12 კატზე, 6 კატზე დაახარისხე ახლა. მაიამ და იმის გარდა რომ ეს სერვიზები ნახე რამ ხელა მაგიდა შეხედე. მთელი ტრაილერი, 16 მეტრიანი მანქანა დავცალე. უნდა ვთქვათ გულწრფელად რომ ცოტა იყო კატეხილი. ზოგიერთები გულის წვეთის გარეშე არ გამოდის. ისტორიაც არის ეგრე მოდის, მაგას ვერაფერს ვერ უზამ. ვერაფერს ვერ უზამ. ამ ზამბახებზე ხო საერთოდ ლაპარაკიძედ მეტია. გადარეული ვარ, არ ვიცი. რამდენზე ელიტა წერია. ელიტე ფრანცე. ეგეც არის რომ ლიმოჟის ქარხანა არისო ერთი ლიმოჟი არის თვითონ ქალაქი და ქარხანა იყო 30-40 და ამიტომაც არის მრავალფეროვანი წარწერებით ეს მიხაკები ზუსტი გამოცნობა მე კი არა ექსპერტებს არ შეუძლია მაგრამ თავარი არის ლიმოჟი აწერია და ეს არის საფრანგეთი ეს ვიცი ესეც ლიმოჟი პორცელანი ელიტ ამსკაბიოზებთან თლად გადამრია მე კიდე ქრიზანტემებს რატო ვეძახი არ ვიცი მაია ხა შენ ბოტანიკაში არ ხარ ისეთი განსწავლული მე რო ვარ რა ვიცი ეს ჩემთვის ცისფოლიოა ვარდისფერი და ცისფერი საოცრება. საინტერესო ჩვენი მომხმარებლისთვის და მაყურებლისთვის იქნება ის ალბათ, რომ ეს ამას მივეცით გამოფენის სახე. დავაწყოთ ამ ჩვენს პავილიონში კი ხედავთ რამხელა სანახაობაა და ამაზე უფრო ძვირფასი სანახავი რა უნდა იხილოს ადამიანმა და რა უნდა ნახოს. გამოფენაა მოკლედ უფრო, იმიტომ რომ ამას ბევრი ადამიანი ვერ შეწყვეტება, ვერ იყიდის ეს ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ ბევრმა რომ ნახოს
ესთეტიკის, სიყვარულის, სილამაზის მომწონებელმა ადამიანმა ამას არ უშლის ხელს არაფერი და ჩვენ ხვალიდან უკვე მივიღებთ სტუმრებს და ამ ძვირფას ულამაზეს ჭურჭელს რა თქმა უნდა ვაჩვენებთ. ეს ბაბუაჭვერები და მე კამები დავარქვი, მაგრამ კამა არ არის. კამს ფოთოლს ყავს, ნახე მაგრამ. შეხედე. ამ ჭურჭელს რაც აქვს ნანახი, რა წვეულებები აქვს ალბათ ნანახი, რა დღეობები აქვს ნანახი. მდგომარეობა რო არის იდეალური, ეს არის გასაკვირი ისეთი. ხო, როგორ უნდა მოვიდა აქამდე 100 შენახული. აგერ უცებ ბახში იყიდება, წარმოიდგინე, რაღაცა ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია. სუსანა, შენ ხარ ვინც ხარ? ძალიან მადლიერი ვარ შენი და გარდა იმისა, რომ მადლიერი ვარ, ყოჩახ შენ. იმიტომ რომ ამას ყველა ვერ მოახერხებს. როგორც ჩანს, სუსანას ყავს კიდე ჯგუფი ადამიანების, რომელიც ასე ეხმარება და უწყობს ხელს თუ არა ერთმანეთის შეწყობის გარეშე ეს ამბავი არ გამოვა და აგერ ჩვენ დიდი სიამოვნებით. შრომა აბარა. ინახე როგორ ჩამოვიდა, 3 დღე ვერ გველაპარაკებოდა, ისეთი დაღლილი იყო. შრომა დიდი და ამ შრომისთვის არ შეიძლება ადამიანი ყველას იქით მიქონდა და ეხლა აქეთ რომ მოდის ამას დიდი ბედნიერება მე არ ვიცი რა არის. ვუთხრა ჩვენს მაყურებელს ის რომ ამ სერვიზების გარდა რომ დავახარისხა მაიამ და გოგოებმა და რომ დააწყოს დარჩა ბევრი ცალ-ცალი თებში. რა თქმა უნდა ვინც ვერ შეძლებს მთლიანი სერვიზების შეძენას შეუძლია ცალკე თებშები შეიძინოს და ისე გაშალოს სუფრა. ის ამბახები საყვარელი. ძალიან. ეს ანუ რა ქვია მას კაბიოს? სისფოლიო. ქართულად კაბიოს და ლათინურად. ძალიან კაია. შენ გითქვამს რომ ამ ლიმოჟის სერვიზებზე დატანილია ოქროხელი და ქსოვილით. და იმიტომ არის ეს ეფექტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის სიძველისგან, არა, თავიდანვე ესეთი იყო. ზოგს აქვს პრეტენზია ცოტა ოქროზე, მაგრამ ლიმოჟის სახასიათო დატანა ესეთი არის, აი. შეხედე, საერთოდ გამოუყენებელი. ძალიან ლამაზია.